პირობა ის, რომ ყველაზე მეტად წმინდა თამარ დედოფლის ხატის წერა უყვარს. მე აღარ მახსოვს, მე რამდენია ეს ხატი და მიყვარს შემკობა თამარ მეფის ძირფასი თვალმარგალიტებით შემკობა და მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატრიცი. ეს ორი ესკიზია თამარ მეფის და ძველთა დღეთა. თითქოს დამთავრებული მქონდა თამარ მეფე, მაგრამ რაც დრო გადის ავტორი მხატვარი სხვანაირად ხედავს და არ მომეწონა და წავშალე და ხელოხლად ვიხილე. თავმდაბალი და თვითკრიტიკულია, მაგრამ თვითნასწავლი მხატვრის ხატი ცოცხალია და სულში ჩამწდომი. პირველად შოთა რუსთაველი დახატა მაშინ, როცა ჯერ ბავშვი იყო. პორტრეტებს ზოგჯერ ახლაც ქმნის, თუმცა ძირითადად მისი ფუნჯი ტილოზე შეუცნობად სიღრმეს გამოსახავს. ამბობს, რომ ხატი სარკმელია, საიდანაც ადამიანი ცას ხედავს. ამიტომაც ხატებს არასდროს იტოვებს, ან ჩუქნის, ან ტაძრებს წირავს. ხატვა ამასთან ერთად სულიერი დასვენებაც არის. მე ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი უნდა ხატავდეს და სულიერად ისვენებდეს. ყველას შეუძლია. ზოგი ამბობს, რომ აი ნიჭი არ მაქვს და შემდეგ სინამდვილეში ყოველ ადამიანს აქვს ნიჭი. განსაკუთრებით ფიროსმანის ნიჭს აფასებს. მოსწონს მისი ფერთა სიმრავლე. თავად პატრიარქის პალიტრას მუქი ფერები ქმნის. უწმინდესის ფუნჯი კი მას საუცხოო სითბოს წენს. საყვარელი ოთახის კედლებს თექის ნამუშევრები ამშვენებს. თითოეული მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მატყლისგან ნაქარგი. აი ყაზბეგში შესრულებული თექები. ეს 64-ია და ჩვენი საგვარეულო ციხე. სნოს ციხე. სნოს ციხისკენ მიმავალ დილებს ხშირად მიუყვებოდა. ეს გზა წარსულისკენ მიდიოდა. პატარა ირაკლი ამ ღრმად გადგმული ფესვების სიყვარულით გაზარდეს. ბავშვობაში ავდიოდით მან ციხეში და დედაჩემი აწყობდა ხადებსო აყობდა იქ სამთელსვანთებდით და მიხსენებდით ჩვენ წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დასოდა. ბევრი ხალხი თავს ხუდუშაურების ოჯახშიც იყრიდა. კარი ერთნაირად ღია იყო ხელისუფლებისგან დევნილი სასულიერო პირებისთვის და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის. ის, რაც მაშინ მოხევეთა სახლში ხდებოდა, პატარა ირაკლისთვის ყველა გაკვეთილზე მნიშვნელოვანი იყო. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით. მამაჩემი არ ეძახდა ცოტ დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა ქისტები მამაჩემს, მუსულმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ გქონდა მთელი ზეიმი იმათ ჩამოსვლაზე. საუკეთესო ოთახში
ჩემი მშობლები შლიდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცა და ჩვენ მეორე ოთახში ლოცულობდით ხატების წინაშე. მე ერთად ხდებოდით მაგიდასთან. ამბობს, რომ ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გაუგია. ღუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში ვლადიკავკაზში ფრონტის პირა ზოლში ცხოვრობდნენ. თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია. იმდენად მორიდება ჰქონდათ ერთმანეთის და კრძალვა, რომ სახელსაც სახელით არ მიმართავდნენ ერთმანეთს. ეს რაღაც დამცირებად მიაჩნდა და მიმართავდნენ ასეთი სიტყვებით: არ გესმის? ეს არ გესმის რო იტყოდა მამაჩემი, ესე იგი დედაჩემო უკვე იცოდა, რომ ეს მას ეხება. წარსულზე საკუთარი ხელით შექმნილ სიმწვანეშიც ფიქრობს. ყაზბეგის ველურ ბუნებას ნაზიარები თავს ყველაზე კარგად ზამთრის ბაღში გრძნობს. თითოეულ მცენარეს სათუთა თulis და თითოეულის ისტორია ახსოვს. ძალიან უნიკალური მცენარეებია. ზოგი, აი ეს ორი მცენარე, ეს პატარები გერმანიიდან ჩამოტანილია. ეს იაპონიიდან 47 წლისა. აი ეს შუაში. და მაგაში მისცეს 75,000 ევრო. ესეთი ძვირფასი. ჩამოიტანეს და გვაჩვენეს. აი კაქტუსები გამხელა გაიზარდა. აი ეს რგვალი კაქტუსი გერმანიიდან ჩამოტანილია. 17 წლისა. ასე რომ ასეთი უნიკალური მცენარეებია. მათი მოფერების დროს დაცაბულ დღეებშიც პოულობს. მცენარეებისგან დადებით მუხტს თავადაც იღებს. ამიტომ ყოველ თავისუფალ წუთს ამ ოთახში ატარებს. დრო ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საკითხები დგას ეკლესიის წინაშე და ის უნდა სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. ამიტომ დრო ძალიან ცოტა რჩება. დრო ბევრი ჰქონდა პატარა ირაკლის. ოჯახთან ერთად ყოველ კვირას ტაძარში დადიოდა. წმინდა ილია წინასწარმეტყველი სახელობის ეკლესიაში ყოველთვის წინდადგომას ლამობდა. უკვე მაშინ ძალიან უყვარდა შესამოსელი. მე ვდგებოდი პირდაპირ ამბიონზე, ისე რომ ვეხებოდი დიაკონის შესამოსელს. თავს დავხრიდი, თითქოს ვლოცულობდი და სინამდვილეში თავს მივადებდი იმ შესამოსელს. და როცა ჩვენთან მოდიოდნენ, გაიხდიდნენ ანაფორას, დახკიდებდნენ მეორე ოთახში და ჩემ მამასთან საუბრობდნენ, ან მაგიდასთან ისხდნენ, სადილობდნენ და მე შევიპარებოდი იმ ოთახში და ჩავისმევდი და მიხაროდა. მაშინდელი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მათი ოჯახის საშუალებით ურთიერთობას ამყარებდა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. საეკლესიო ცხოვრებასთან ასეთმა ახლო შეხებამ ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაურს ხელი ააღებინა სამედიცინო მისწრაფებაზე და ზაგორსკის სასულიერო სემინარიისკენ უბიძგა. მაშინ აკადემიის მასწავლებლები ქრისტიანობას შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში ქადაგებდნენ. უკვე მაშინ ქართველი სტუდენტი წუხდა იმაზე, რომ მის სამშობლოში სამონასტრო ცხოვრება თითქმის აღარ არსებობდა. ინგრეოდა ტაძრები და ნადგურდებოდა სიწმინდეები.